წალკაში სოფელ კოხტაში გზა ისევ დაზიანებულია. მოსახლეობა მის მოწესრიგებას წლები აითხოვს, თუმცა უშედეგოდ. რედაქცია ამ თემაზე წლები ამუშავებს და მოსახლეობის თხოვნით არაერთხელ გავაშუქეთ მათი პრობლემები. წალკაში სოფელ კოხტაში მისასვლელი გზა 2021 წლის ნოემბერში დაიგო. გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისთვის $1 მილიონ მეტი დაიხარჯა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია აკას დაზიანებული გზის აღდგენის ვალდებულებაც გააჩნდა. გზის დაგებიდან მალევე დაახლოებით 1 წელში, 2022 წლის ზაფხულში გზის საფარი კვლავ შესაკეთებელი გახდა. მაშინ კომპანიაში ჩვენს რედაქციას გზის დაზიანების მიზეზად უხვი ნალექი და სატვირთო მანქანების ხშირი გადაადგილება დაუსახელეს. ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნებოდა, რომ გზაზე სატვირთო ავტომობილები კარიერიდან მოპოვებულ მასალას ინტენსიურად ეზიდებოდნენ. ასევე გზის გასწვრივ არ იყო მოწყობილი სანიაღვრე სისტემაც. ნის როგორ აქვს მისაბა დამგრეული გზა არის და პრობლემატური გზა არის აქ გასავლელადაც და რთულია, იმიტომ რომ როცა ტრასა არის უცებ ისეთი მომენტი იქნება, ავარიული სიტუაცია იქნება, რა არ ვარგა ტრასები, დაიმტრა, არ ვარგა. რა თქმა უნდა, უხარისხობის გამო გაფუჭებულია ეს გზა, იმიტომ რომ ერთი წლის გზა არ არის, რაც გაკეთებული არის უკვე და უკვე ფაქტის სახელზეა, რომ ეს გზა აღარ ვარგა უკვე. სოფელ კოხტის გზის რეაბილიტაციას მოსახლეობა მომდევნო წლებშიც ითხოვდა. ჩვენი რედაქცია წლებია მოუგვარებელი პრობლემის გასაშუქებლად სოფელ კოხტაში 2024 წელსაც მოსახლეობის თხოვნით ჩავიდა. წალკის მუნიციპალიტეტის მერის მაშინდელი მოადგილე ანზორ ხინიკაძე 2024 წელსაც გზის დაზიანების სავარაუდო მიზეზად სატვირთო მანქანების ხშირ მოძრაობას ასახელებდა, რამაც კოხტის გზის გადატვირთვა და ზედაპირის მოშლა გამოიწვია. 2021 წელს მოეწყო ასფალტის საფარით და დაიხარჯა მილიონამდე ლარი. Ქონდა კომპანიასთან ჩვენ არაერთხელ კომუნიკაცია, მივიღეთ წერილობითი შეტყობინებაც, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აღნიშნული კომპანია გათვალისწინებულ ვადაში მიმდინარე წლის დეკემბრამდე გააკეთებს რეაბილიტაციას. ამ ინტერვიუდან 2 წლის შემდეგ კოხტას გზაზე ვითარება უცვლელია. ჩვენ ვიდეო კადრები რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ. ვესაუბრეთ ადგილობრივებსაც. იზოლდა ოსიპოვას სახლი სოფელ კოხტაში აქვს. ამბობს, რომ გზის პრობლემა არ მოგვარდა. კოხტაში ცხოვრობ, გზა არ არის, არც ქუჩაში, არც ცენტრალური არ არის, ნორმალურია, არც. ორი წელი გელოდებით ამ გზის ამბავს. გააკეთეს ელემენტარული რა სამოძრაო გზა არა სამსოფეს. ჩვენ კვლავ დაუკავშირდით კომპანია აკას დირექტორს, რომელმაც ეს გზა სახელმწიფოს დაკვეთით 2021 წელს ააშენა. ამირან კეკელიამ კითხვებზე არ გვიპასუხა და მერიაში გადაგვამისამართა. ჩვენ წალკის მუნიციპალიტეტის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდით. გვაინტერესებდა როდის და რა ვადაში მოწესრიგდება სოფელ კოხტის გზა. დაგვპირდა, რომ თავად დაგვირეკავდა, თუმცა აღარ დაგუკავშირებია. ასევე დაუკავშირდით წალკის მერს ილია საბაძეს, მაგრამ მან ტელეფონი გაგვითიშა. ვინ მოიპოვებს და უწევს ტრანსპორტირებას ინერტულ მასალას კოხტის გზის გავლით, ამ თემაზე რედაქცია კვლავ აგრძელებს მუშაობას.